ვახტანგ გიგაშვილი შემოვიდა უშუალოდ ჩვენთან არა შემოვიდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად, ანუ პატრონი თვლიდა, რომ ეს პათოლოგია რაც ჭირს, იყო თავის ტვინიდან გამომდინარე. მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფია ასე პატრონის მოთხოვნით, ანუ ავადმყოფის თავგზავნის მოთხოვნით ან დედის და მამით არ იღებს. უნდა იყოს ექიმის სპეციალისტის დასკვნა და აქედან უკვე მოხდა ჩემთან. ეხლა შევაფასე მისი მდგომარეობა და ჩავთვალე, რომ საერთოდ იყო გამოსაკვლევი, თქვა ფილტვები, შინაგანი ორგანოები პირველ რიგში და მერე თუ საჭირო იქნებოდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ისე თავიდანვე ურჩიე, რომ ესე იგი, როგორ გითხრათ, სტაციონარის პაციენტი არის, ძალიან სუსტად არის. ანუ რამე დაზიანებები კონკრეტულად თუ აღენიშნება? კონკრეტულ დაზიანებებს ახლა აი გარეგნული და იმით ხვდები, რასაც მეკითხებით, მაგრამ თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, გარეგნული დაზიანება არ აღენიშნება აბსოლუტურად რაღაცა თქვა. აჟეჟი კონდეს და რაღაცის ჩაქცევები კონდეს, ასეთი რამე არ აქვს.